ბათუმის იუსტიციის სახლს სანქტ-პეტერბურგის ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები სტუმრობდნენ, ისინი საქართველოში ტურიზმის დეპარტამენტის მოწვევით იმყოფებენ. სტუმრებმა თვითმომსახურების სწრაფი და ხანგრძლივი მომსახურების სივრცეები დაათვალიერეს და იუსტიციის სახლის სპეციფიკას გაეცნენ. ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებმა სადემონსტრაციო ცენტრიც მოინახულეს, სპეციალურად დამონტაჟებულ მონიტორებზე სტუმრებმა იმ ოპერაციების დემონსტრირება მოახდინეს, რომელიც იუსტიციის სახლში ხორციელდება. მანამდე სანქტ-პეტერბურგის დელეგაციის წევრებმა გონიოს ციხე და სარფის საბაჟო დაათვალიერეს. მოხარული ვარ, რომ ბათუმში ვიმყოფები. 2 დღის განმავლობაში ძალიან ბევრი რამ ვნახეთ. დღეს სარფის საბაჟო და იუსტიციის სახლი დავათვალიერეთ. ძალიან მინდა რუსეთის საკურორტო ქალაქებში ასეთი მშენებლობები მიმდინარეობდეს. ძალიან შეცვლილია ჩემი საქართველო, ჩემი ბათუმი, ჩემი აჯარეთის მხარე. ჩემი ჯგუფის წარმომადგენლები ყველა აქტოვანებულია, იმიტომ რომ მართლა მოულოდნელი ცვლილებაა, მართლა ყველანაირადაა შეცვლილი, როგორც ქალაქი, ასევე მთელი ქვეყანა. დღეს უმასპინძლებ ტუროპერატორებს რუსეთიდან, ბუნებრივია მოიხიბლეს იმ ღირსშესანიშნაობით, რომელსაც წარმოადგენს ბათუმის იუსტიციის სახლი, მიკელე დელუկის არაჩვეულებრივი არქიტექტურა და აღნიშნეს ასევე, რომ ისინი უკვე თავიანთ ქვეყანაში და ქვეყნის გარეთ გააცნობენ არაერთ ტურისტს ჩვენს მიღწევებს, ეფორმებს